რა სიახლეებია მელიორაციის სექტორის რეგულირებაში, რამდენად მუშაობს სემეკის მიერ შემუშავებული წესები და რას უნდა ელოდოს მომხმარებელი 2026 წლისათვის? ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ გადაცემის სტუმართან, სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორთან ვანო მეჭურჭრიშვილთან ერთად. მოგესალმებით ვანო და მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და გვიწევს ძალიან საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე საუბარი, რომელიც შეეხება მელიორაციის სექტორს, რეგულირებასა და განვითარებას. ვიცით რომ 2023 წლიდან სემეკი არეგულირებს მელიორაციის სექტორს, ამაზე ჩვენს გადაცემაშიც გვისაუბრია და დღეისათვის თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეაფასებდით რეგულირების შედეგებს, რამდენად არის გარკვეული მიღწევები და კონკრეტულად რა ეფექტი აქვს რეგულირებას მელიორაციის სექტორისთვის და ფერმერებისთვის? ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ უკვე ტრადიციულად შეხვედრები გვაქვს ამ მელიორაციის სექტორთან დაკავშირებით და ასევე ტრადიციულად შემიძლია შემოგთავაზოთ კიდე ხელშესახები სიახლეები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ფერმერებისთვის, არამედ სოფლად ცხოვრობი მოსახლეობისთვის. ძალიან საინტერესოა თუ დეტალურად ისაუბრებთ აღნიშნულთან დაკავშირებით და მეტ ინფორმაციას მიაწვდით მაყურებელს, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. აქ ამ დარგის წარმატებულობაზე ვერ ვისაუბრებთ სწორი მოლოდინის შექმნისა და რაციონალური ხარჯვის გარეშე. ასევე ამ დარგში სხვა დარგებისგან განსხვავებით მელიორაციის სექტორში წყლის მოხმარება დასაშვებია შეთანხმებულ პერიოდში შეთანხმებული მოცულობით. ეს იმას ნიშნავს, რომ მე მაგალითად თუ მინდა საირიგაციო წყლის გამოყენება წინასწარ უთანხმებ კომპანიას იმ მოცულობას, რა მოცულობაც საპროგნოზო დამჭირდება, ხო? დიახ, და პირიქით შეგვიძლია ვთქვათ, ანუ თუ შეუთანხმებულ პერიოდში წყალს მოვიხმართ, ამით უკვე სხვა ფერმერი ზიანდება, ვისთვისაც ეს წყალი გაკუთვნილი იყო. შესაბამისად, აი ეს მონაცემები, რომელზეც შეგვიძლია რომ გავამახვილოთ ყურადღება და რომელიც მართლაც ძალიან დიდი მიღწევა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ფერმერებს ნდობა გაეზარდათ და მეტი ჩართულობა არის ფერმერების მხრიდან. აი მათ შორის აი ამ საირიგაციო წყლის მოხმარების შეთანხმებასთან დაკავშირებით, როგორც სემეკიდან არის ინფორმაცია, არის გაზრდილი მიმართვიანობა მომხმარებლების და დაახლოებით 25%-იანი ზრდა არის ამ კუთხით. 25% არის წინა წელთან შედარებით დაკონტრაქტებული ტერიტორიების მოცულობა, რაც ესე იგი 12000 ჰექტარს შეადგენს და შესაბამისად ამ შემოსავლებით ძალიან გაიზარდა კომპანიას. აღნიშნული შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ფერმერების ცნობიერების ამაღლება და მათი მხრიდან ნდობა ამ ახალ რეგულაციის მიმართ. და ამასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ მადლობას ვაფიქსირებ, რადგანაც ჩვენ პერიოდულად თქვენი ეთერის მეშვეობით ამ სიახლეების შესახებ მათ ვაცნობებთ, რაც აი კონკრეტულ შედეგებში გამოიხატა. ასევე შეიძლება ითქვას, რომ გასულ წელს ძალიან ესე ვთქვი განსაზღვრული გეგმა ჰქონდა, რადგანაც საირიგაციო წელი რო იწყებოდა, კომისიამ შეაფასა მელიორაციის კომპანიის საქმიანობა და დეტალური გადაწყვეტილება მიიღო, შეიძლება ითქვას, 50 გვერდამდე არის ეს გადაწყვეტილება და მთელი წლის განმავლობაში მელიორაციის კომპანიასთან ერთად, ახალ მენეჯმენტთან ერთად მუშაობდით, რომ ეს ხარვეზები გამოგვესწორებინა. შედეგად ძალიან ბევრი რაღაცა გაკეთდა. კონკრეტულად შეიძლება ითქვას, რომ ანუ ერთ-ერთი მიდგომა და პრინციპი ჩვენი სათითაოდ თითოეულ ასე ვთქვათ შენიშნოს რო არ რეკომენდაციას რო არ შევეხო, იყო რომ ყველაფერს უნდა დარქმეოდა თავის სახელი. რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ სისტემურად უნდა ემოქმედა მელიორაციის კომპანიას მის მომხმარებელთან მიმართებაში და გაეგზავნა შეტყობინებები და მოეხდინა შეფასება თითოეული მომხმარებლის. მაგალითისთვის, ანუ როდესაც წყალმომარაგების პერიოდი იწყება, გაეგზავნა შეხსენების SMS-ი ამ წყალმომარაგების დაწყებასთან დაკავშირებით, წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებასთან დაკავშირებით დაემატებინას ისეთი სერვისები და მომსახურები, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემდა გადაემოწმებინა ეს რწყვის პერიოდები, ელექტრონული ქვითრის გაგზავნის სერვისი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ამუშავდა და მომხმარებელს გარდა დარიცხვის შესახებ ინფორმაციისა და გადახდის თარიღისა, ასევე აძლევს რეკომენდაციებს, ასე ვთქვათ, შემდეგ მოქმედებების მიმართ, ასევე თვითონის შეხსენებები, რომელიც ანუ გადახდასთან არის დაკავშირებული და ეს ყველაფერი საერთო ჯამში აისახა იმაში, რომ მომხმარებელმა მეტი ნდობა გამოხატა ამ სისტემის მიმართ, მათ გააფორმეს ეს ხელშეკრულებები, მათ მიიღეს ის შეთანხმებული ანუ პირობების მიხედვით, ასე ვთქვათ, წყალი შეთანხმებულ პერიოდში შეთანხმებული მოცულობით და ამან გამოიწვია ის, რომ კომპანიას აქვს 25%-ით მეტი ტერიტორია უკვე დაკონტრაქტებული. გასაგებია. მანამდე წარმოადგენდა
უჩვენდა პრობლემას, როგორც ვიცით წინა გადაცემიდან იგივე ის საკითხი, რომ მაგალითად მომხმარებელს, როდესაც ჭირდებოდა გარკვეული რაოდენობის საირიგაციო წყლის მიღება, იგი ვერ იღებდა, იქიდან გამომდინარე, რომ არ იყო წინასწარ დაკონტრაქტებული. გასაგებია და ძალიან კარგია მისასალმებელია, რომ ეს პრობლემა მოხსნილია, თუმცა არის კიდევ ბევრი სამუშაო ჩასატარებელი და სემეკი ამ კუთხით პრიორიტეტად რას ასახელებს. პრიორიტეტებთან მიმართებაში ის პრიორიტეტები დარჩება მონიტორინგის ქვეშ, ზედამხედველობის ქვეშ, რაც გამოიხატება სისტემურ დამოკიდებულებასთან მიმართებაში, მათ შორის უკანონო მოხმარებაზე რეაგირებასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მძიმე და რთული გამოწვევა, რომელიც დროში შეიძლება არ იყოს ეს კონკრეტული 1 წლის გამოწვევა, არის მიწოდების წერტილების განსაზღვრა და ამ მიწოდების წერტილების მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან ახლოს გადაწევა. ანუ ახალი რეგულაცია ითვალისწინებს ასეთ პირობას და თუ თვითონ ფერმერები არ ჩაერთვებიან ამ პროცესში, ცალმხრივად მოქმედება ძალიან რთული არის, რადგანაც ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. ანუ რას გულისხმობ ამას? რომ მიწოდების წერტილი ეს არის ის სიახლე ამ რეგულაციის, ამ ასე ვთქვათ, უკვე მე-3 წელია რაც მოქმედებს, სადაც განისაზღვრება ზღვარი პასუხისგებლობის. თუ სადამდე უნდა მიიტანოს მელიორაციის კომპანიამ წყალი შეთანხმებულ პერიოდში შეთანხმებული მოცულობით და მას ამ წერტილის შემდეგ უკვე თვითონ მომხმარებელი უზრუნველყოფს თავის კუთვნილ ტერიტორიამდე ამ წყლის მიტანას და რწყვის ოპერაციის ჩატარებას. აღსანიშნავია ისიც, რომ თვითონ წესები ითვალისწინებს ისეთ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს, თუ რამოდენიმე ფერმერი ერთდროულად მიმართავს ამ მელიორაციის კომპანიას ამ საერთო მიწოდების წერტილის ახლოს გადმოტანასთან დაკავშირებით, მელიორაციის კომპანია ვალდებულია ეს უფასოდ განახორციელოს. ანუ ეს არის ის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც აუცილებელია, რომ ფერმერები გააქტიურდნენ და ერთად განისაზღვროს ის რაციონალური ადგილი, ოპტიმალური ადგილი, სადაც შესაძლებელია, რომ იყოს უახლესი ადგილი ფერმერებისთვის ამ წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით. თქვენ ახსენეთ დატაცება, იგივე პრობლემა რჩება, როგორც ირკვევა ხომ და აი ამ კუთხით რა ნაბიჯებია გადადგმული საირიგაციო წყლის დატაცების ფაქტების შემცირებასთან დაკავშირებით. თვითონ ის მოცემულობა, რომ კომპანია არ ქმნავს თითოეულ, ასე ვთქვათ, მომხმარებლის ქმედებას, ანუ შეფასებას უკეთებს და არ ქმნავს თავის სახელს, ძალიან ამცირებს ეს შემდეგ უკვე ასე ვთქვათ, არასანქცირებულ მოხმარებას, რადგან მომხმარებელი უკვე წინასწარ ინფორმირებულია, არავის არ სურს, რომ იყოს ის კანონდარღვევი. შესაბამისად, როგორც კი ასეთი ინფორმაცია მომხმარებელთან მიდის, ფაქტიურად ყველა შემთხვევაში ფორმდება ხელშეკრულება და მომხმარებელი იწყებს ამ რეგულაციის, ამ წესების დაცვას. და ეს გამოავლინა იმანაც მიეწოდება მელიორაციის კომპანიის მხრიდან, თუ როგორ ხდება კომუნიკაცია მომხმარებელთან ის, რომ მაგალითად უკანონოდ მოიხმაროს. თვითონ მელიორაციის მხრიდან, რა თქმა უნდა, დიდი ფართობებია და ძალიან რთულია მოქმედება, მაგრამ თუ ამას სისტემურად მიუდგებით, რაც აი ამ წლის ერთ-ერთი დამსახურება ისიც არის, რომ მელიორაციის კომპანიამ დაამტკიცა სისტემური მიდგომები უკვე ამ უკანონო მოხმარებასთან მიმართებაში, გამოვლენასთან მიმართებაში და თუ შევხედავთ ამ სისტემას და მიუდგებით ისე, როგორც ის ფუნქციონირებს, სადაც წყლის მიწოდება ხდება, იქ ძალიან ადვილი არის უკვე შემდეგ რომ გამოავლინო უკანონო მოხმარება, რადგანაც აქ ხომ მუდმივად არ ხდება წყლის, ასე ვთქვათ, იმ რაღაც კონკრეტულ ზონაზე წყლის მიწოდება. შესაბამისად, წყალს როცა აწვდიან, ადვილია რომ გადაამოწმონ იქ ვინ არის უკანონო მომხმარებელი, ანუ ვინ არ შეათანხმა წინასწარ და არ გააფორმა წყალსაგრებობის განრიგი მელიორაციის კომპანიასთან. შესაბამისად, ანუ ამას წინ უსწრებს საინფორმაციო კამპანია წყლის მიწოდებას და შესაბამისად, თუ იქ ვინმე უკანონოდ მოიხმარს, ის უკვე განზრახ მოქმედებს და აქ უკვე მელიორაციის კომპანია და მარეგულირებელი კომისიაც ძალიან კაცრი არის ასეთ მომხმარებელთან მიმართებაში, როგორც მოგახსენეთ, რადგანაც ისინი იწვევენ უკვე ამ სისტემაში დეფიციტს. გასაგები და იმ კაცრი მიდგომები რას გულისხმობს? კაცრი მიდგომები გულისხმობს, რა თქმა უნდა, უკანონო მოხმარების შესახებ აქტის დაწერას, აქ გარდა თვითონ წლიური მომსახურების საფასურისა დამატებით ხდება უკანონოდ მოხმარებული წყლის საფასურის გადახდა, ასევე არის ამ ჯარიმები, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებს თუ დაკისრებია უკვე ეს საჯარიმო სანქციები, რომელიმე კანონდარღვევს. რა თქმა უნდა, ამ კუთხით წლევანდელი წელიც მნიშვნელოვანია, რადგანაც კომპანიამ რამდენიმეჯერ მეტი უკანონო მოხმარების აქტი გამოავლინა, შემთხვევა გამოავლინა, შესაბამისი აქტებით შეადგინა.
გასაგებია და აუცილებლად მინდა კითხოთ საირიგაციო წყლის მიწოდების წესებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს აი ამ სექტორის რეგულირების მიმართულებით ერთ-ერთ ძირითად დოკუმენტს, ხო, სახელმძღვანელო დოკუმენტსაც ეს შეიძლება ითქვას. რამდენად მორგებულია არსებულ გამოწვევებზე წესები და ხომ არ იგეგმება გარკვეული ცვლილებები, ან თქვენ როგორ უყურებთ, ხომ არის მოსალოდნელი, ვთქვათ, შემდგომ ეტაპზე უკვე გარკვეული ცვლილებების განხორციელება წესებში? რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო მარეგულირებელი კომისიისთვის, მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ, რომ მარეგულირებელი კომისია უკვე 28 წელია არეგულირებს სამ სექტორს, შესაბამისად აქ ევროპაში შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონეა რეგულირებაში და ამ რეგულირების ამ სექტორზე გადმოტანაშიც ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იყო აი ამ პრაქტიკის და გამოცდილების მორგება არსებულ ასე ვთქვათ სექტორზე, მელიორაციის სექტორზე. და აქ ეს ერთ-ერთი აი ამ გამოწვევებში ამ მნიშვნელოვანი გარემოება და პრინციპი მე აქ უკვე აღვნიშნე, რომ ეს არის შეთანხმებულ პერიოდში შეთანხმებული მოცულობით წყლის მოხმარება, რაც სხვა სექტორებისგან განსხვავებული პრინციპია და ამ პრინციპის გათვალისწინებით მოხდა რეგულაციის შედგენა და შესაბამისად ყველა იმ ხელმისაწვდომი მომსახურების, რომელიც სხვა სექტორში მომხმარებლებს გააჩნიათ, გადმოტანა უკვე მელიორაციის სექტორში. წლევანდელი წელი აღსანიშნავია ამ სიახლეებითაც და სწორედ ამიტომაც ხდება ალბათ ფერმერების და მოსახლეობის მხრიდან ამ ახალი რეგულაციის მიმართ ასეთი მზარდი ნდობის გამოხატვა და ხელშეკრულებების გაფორმება და შესაბამისად გაწეული მომსახურების თანხის გადახდაც, რომ ჩვენ შევქმნით და გავავრცელეთ ისეთი მომსახურებები, სადაც მელიორაციის კომპანიის თანამშრომელთან აღარ აქვს ურთიერთობა ფერმერს ან სოფლის მოსახლეობას, ვინც მათი მომსახურებით სარგებლობს. ეს შესაძლებელი გახდა იუსტიციის სახლის მომსახურების ცენტრების მეშვეობით, რომელიც ასევე აღიარებულია მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის მომსახურების ცენტრები და მეორე ეს არის PIPK-ის 303 დიეზის მომსახურების სატელეფონო მომსახურების სერვისი, რომელიც ოპერატიული ურთიერთობისთვის არის განკუთვნილი და გამიზნული არის უშუალოდ პრობლემის დაფიქსირება და ოპერატიული რეაგირება. ანუ თუ იუსტიციის სახში შეგვიძლია წერილობით განცხადებით მივმართოთ ჩვენ მელიორაციის კომპანიას, ამ შემთხვევაში უკვე ოპერატიულად საკომუნიკაციო საშუალებები, რომელსაც სემეკის თავაზობს. რა თქმა უნდა, ეს კომუნიკაციის ეს საშუალებები უკვე ამარტივებს ურთიერთობას მომხმარებელთან. სემეკში მოვიდეს აუცილებლად განცხადება დაწეროს, ან მივიდეს მელიორაციის კომპანიაში, შესაძლებელია მარტივად იუსტიციის სახლის საშუალებით. კი ბატონო. ნებისმიერ იუსტიციის სახში შეუძლია მიმართოს წერილობითი განცხადებით. ეს ანუ წელს უკვე შესაძლებელია ითქვას, რომ სრულად იქნება ყველა სახის განცხადებაზე იუსტიციის სახლი მზად მიიღოს მელიორაციასთან მიმართებაში მომხმარებლის განცხადებები. ამავე სივრცეში შესაძლებელია, რომ იუსტიციის სახლის მეშვეობით სემექს მიმართონ, თუ მათი უფლებები ირღვევა და არ ახდენს მელიორაციის კომპანია რეაგირებას და რაც ყველაზე მთავარი არის, აი ეს PIPK-ის 303 დიეზით შესაძლებელია პრობლემის დაფიქსირება. მაგალითად, ანუ შეთანხმებულ პერიოდში წყალი თუ არ მიეწოდება საკმარისად, ან საერთოდ არ მიეწოდება, ეს მაშინვე ავტომატურად გადაიგზავნება სერვერის მეშვეობით უშუალოდ იმ ჯგუფს, ვინც იქ ოპერატიულად მუშაობს და ოპერატიული რეაგირება ხდება ამ დაფიქსირებულ მონაცემებზე. ასევე ამ PIPK-ის 303 დიეზით შესაძლებელია ფინანსური მონაცემების გადამოწმება, ქვითრის ხელახლა გამოგზავნა, პრობლემის დაფიქსირება წყლის ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც ანუ ყველა ეს შემთხვევა იდენტიფიცირებული იქნა ფერმერებთან და მოსახლეობასთან მუშაობით და მოვარგეთ ეს სერვისი, რომელიც ასევე სხვა სექტორში, ელექტროენერგეტიკაში, გაზში და სასმელ წყალში მუშაობს, მელიორაციის სექტორის სისტემას. არ საჭიროებს არც ინტერნეტს, არც წინასწარ რეგისტრაციას, თვითონ მობილურის ნომრით ახდენს ამის ამოცნობას და შემდეგ მომხმარებელი აფიქსირებს მის პრობლემას. გასაგებია და როგორია მომართვიანობა, თუ გაქვთ სტატისტიკა? თვითონ სისტემაში მიმართვიანობა ძალიან მაღალი არის, იმიტომ რომ აქ მარტო განცხადებებზე არ არის საუბარი, არის მათ შორის ფინანსურ დარიცხებთან გადამოწმებასთან დაკავშირებით. სისტემა ცოტა გვიან ამოქმედდა, სადაც აგვისტოს პერიოდში, ამ დროს უკვე მელიორაციის, ასე ვთქვათ, ეს სეზონი უკვე დამთავრების პერიოდში მიდიოდა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მომხმარებელი აქტიურად გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და მოლოდინი გვაქვს, რომ უკეთეს შედეგები იქნება შემდეგ წელს. ძალიან დიდი მადლობა ვანო, საინტერესო ინფორმაციისათვის. წარმატებებს გისურვებთ. შევახსენებ მაყურებელს, რომ დღეს ჩვენ საუბრობდით მელიორაციის სექტორის განვითარებაზე და რეგულირების საკითხებზე.